მანქანის რეცხვა ხშირ შემთხვევაში დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვს. გარდა ამისა, წყლის რესურსის დაზოგვაც მნიშვნელოვანია, რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ეკოლოგიურად უსაფრთხო და ინოვაციური ალტერნატივების განვითარებას. საქართველოს ავტოსერვისის ბაზარზე ახალი სტარტაპი ვოში გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს მანქანის უწყლოდ რეცხვის სერვისს თავაზობს. იდეა მიახლოებით 1 წლის წინ გაგვიჩნდა, როდესაც ავტოსამრეცხაოში 1 საათზე მერხანს მოგვიწია დგომა და საშუალო დონის მომსახურება მივიღეთ. დავიღალეთ, მსგავსი პრობლემა რო არის ბაზარზე და ალტერნატივა როდესაც ვერ ვიპოვეთ, უკვე ჩვენით შევქმნით. რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელი შეძლებს აპლიკაციიდან მრეცხავის შეკვეთას და მიახლოებით 20 წუთში მივა მის ლოკაციაზე და 1 წვეთი წყლის გამოყენების გარეშეც პრემიუმ რეცხვას მისცემს მის მანქანას. გარდა იმისა, რომ ჩვენ მანქანაზე საშუალოდ 200 ლიტრ წყალს ვზოგავთ, მომხმარებელს აღარ მოუწევს ლოდი. ჩვენ ვიყავით სპეციალურ ქიმიკატებს, რომლებიც ათხევადებენ ჭუჭსა და ნარჩენს მანქანაზე და ასევე მუშაობენ როგორც ლუბრიკანტი. ინოვაციური პლატფორმის ოფიციალური გაშვება წელს იგეგმება, თუმცა უკვე 6 თვეზე მეტია ტესტ რეჟიმში მუშაობს და მოთხოვნა ყოველ თვეს საშუალოდ 25%-ით იზრდება. ჩვენ ყავდა 200-ზე მეტი მომხმარებელი, რომლებმაც გამოიყენეს ჩვენი სერვისი და საკმაოდ მაყოფილები არიან. ამ ეტაპზე ვართ და ვოპერირებთ მხოლოდ ვაკე-საბურთალოს არეალში და სამომავლოდ გეგმავთ, რომ მოვედოთ მთელ თბილისს და აუცილებლად მთელ საქართველოს. ასევე ვემსახურებით ბიზნესებს, არა მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც ავტოინდუსტრიაში არიან, ასევე ვემსახურებით კომპანიას, რომელსაც აქვს დიდი საპარკირე სივრცეები და ამ მანქანებს სჭირდებათ მომსახურება. ვოში-ვოშის საშუალებით შესაძლებელია როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის რეცხვა წყლის გარეშე. შეკვეთის გაფორმებისთანავე მრეცხავი მიემართება ავტომობილის ლოკაციაზე და მომსახურებას ადგილზე ახორციელებს. სტარტაპი ახლახანს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150.000 ლარიანი გრანტის გამარჯვებულიც გახდა. ყველაფერი ჩვენი ფინანსებით და ჩვენი თანხებით დავიწყეთ თავიდან და რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ, რომ დავალაგოთ საოპერაციო ნაწილი. ვეცადოთ, რომ მოვერგოთ ჩვენ რეალობას, ადაპტაცია განახორციელოთ ჩვენ რეალობასთან და რაც თავარია, გავაციფრულოთ მთლიანი პროცესი მომხმარებლის მხრიდან, რაშიც აბსოლუტურად გვეხმარება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან მიღებული დაფინანსება. სტარტაპის დამფუძნებლის თქმით, მომხმარებლები განსაკუთრებით დროის დაზოგვისა და კომფორტის გამოირჩევენ ამ მოდელს, თუმცა ახალი ტექნოლოგიის მიმართ გარკვეული სკეპტიციზმიც არსებობს. მანქანის რეცხვის პროცესი მიმდინარეობს დაახლოებით საათიდან საათ 20 წუთამდე. ხოლო რაც შეეხება ქიმიკატს, მომხმარებლებში ხშირად იწვევს ეს ყველაფერი დაბნეულობას და უნდობლობას. თუმცა, ჩვენი ქიმიკატი არის ბიოდეგრადირებადი, არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო და რა თქმა უნდა არის ანტიალერგიული. სტარტაპის მიზანია თბილისის ბაზრის სრულად ათვისების შემდეგ სერვისის გაფართოება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებსა და უცხოურ ბაზრებზე.